მოგესალმებით, მეგობრებო. ჯაბა ზარქუა ვარ, სამედიცინო ცენტრ მრჩეველიდან, გასტროენტეროლოგი. მინდა ჩემი კითხვარის მეორე, ასე ვთქვათ, ვერსია წარმოგიდგინოთ. ვინჯერ არიცით, გეტყვით, რომ სულ 1-2 კვირის წინ დავდე, მეგონი, უკვე პირველად მაშინ დავაანონსე, გადავედი შევცვალე პაციენტებისგან მონაცემების აკრეფვის ფორმა. საერთოდ შევცვალე მთლიანად, მთელი კონცეფცია შევცვალე რა. რაც გულისხმობს იმას, რომ პაციენტისთან ურთიერთობა უხერხული, ზოგჯერ დაძაბული, ისეთი ბევრ ემოციებთან დაკავშირებული, ვეცადე რომ გამეუმჯობესებინა ეს. და პაციენტს მივანდე მისი ძალიან ისეთი რა მრავალწლიანი და ჩახლართული პრობლემებისათვის დრო მივეცი პაციენტს რა, ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, რომ დაჯდეს, კარგად გაიაზროს, რატო უღირს დროის დაკარგვა და ჩემთან მოსვლა, რატო უღირს რაღაცა კვლევების ჩატარება და ამავდროულად და ეს ყველაფერი წინასწარ აღწეროს რა. ეხლა მინდა წარმოგიდგენთ ეს როგორი არის, ასე უნდა დაძეთ ფურცელი და პასტი დავსვოთ კი არა, აი რაზე ვსაუბრობ, აგერ განახილეთ ხა რა. პირველი არის მიმართვა მკითხველისადმი, პაციენტისადმი, სადაც წერია, რომ ეს კითხვარი არ არის რაღაცა თქვენი ცოდნის შესამოწმებლად გამომიზნული, ეს არის თქვენგან მაქსიმალური დეტალების ასაღებად, ვთქვათ, ამისთვისაა გამოგონილი რა, ასე რომ არ დაიძაბოთ რამეს თუ რაღაცა არასწორად შეავსებთ, სწორი და არასწორი არ არსებობს. ეს არის თქვენზე მეტი ინფორმაცია რომ გავიგო მხოლოდ მაგისთვის. ჩაწერთ საწყის იმაში, რა ქვია, პუნქტში თქვენს ვინაობას. და პირადი ნომერი და ტელეფონი და რაღაცა, უბრალოდ ვინაობა რა, რომ ეს გამომეგზავნება მე ავტომატურად ჩემს პირად დრაივზე და რომ მქონდეს, რომ ვიცოდე, რომ ვისია, რას ვკითხულობ, ვისი მონაცემია, ხო, საიდან გავიგებ ხა რაღაცა მონაცემები ვის ეკუთვნის. რამით რომ გავიგო რა, მინდა ჩაწერეთ ისა, რა ვიცი, წითელ ქუდა, უბრალოდ მითხარით, რომ წითელ ქუდა რო წერია, წითელ ქუდა 0101 მე ვარ ეს და რომ რამით გავიგო რა. ასაკი მოცა თქვენით მიაწერთ იმას, რა ქვია, რამდენი ასაკისაც ხართ. წითელ ქუდა თუ არის მამრობითი, ალბათ არ იქნება და ამიტომ ისევ ჯაბა ზარქუა დავწეროთ. 181, 80 დავიკელი ცოტა 84. საქმიანობა მივაწეროთ და მიზეზი. რატო შევხვდით? არის 3 გრაფა, სადაც ჩამოგეშლებათ ბევრი ქვეპუნქტი რა. პრობლემა მაქვს ნიშნავს თუ რაიმე დიაგნოზი გაქვთ დადგენილი და მოდიხართ ჩემთან ამის თაობაზე. ან რაიმე დიაგნოზი არ გაქვთ დადგენილი და ჩივილები გაქვთ და ამის გარკვევა გაინტერესებთ. თუ ეს არის, მაშინ მონიშნავთ, რომ პრობლემა გაქვთ. თუ არ იცით, საერთოდ არ იცოდეთ ეს გასტროენტეროლოგი ვინ იყო და რა სიჭირდებოდათ, მაშინ მონიშნავთ გადმომამისამთ, ეს ვიღაცამ თუ გამოგიშვათ რა. და თუ ჩემთან ხართ უკვე ნამყოფი ადრე და ვარ შენახვედრი ამაზე, ან სხვა თემაზე ვარ შენახვედრი, ეხლა სხვა თემის გამოშფოთებით, მაგრამ თუ ჩემი პაციენტი ხართ, მონიშნავთ, რომ ნამყოფი ხართ ადრე. ეხლა მოდი გაჩვენოთ თითოეული მათგანი. უცებ გავული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, თქვენი ისტორია რა. თქვენი სიტყვებით აბსოლუტურად არ დაუძაბავად მოყვებით, რომ დამეწყო გულძმარვა, მაქვს რაღაცა კოვიდის მერე, მომყვება ასე, პროგრესირებს, არ პროგრესირებს, უმჯობესდება წამლებით, არ უმჯობესდება. მეორე პუნქტში ჩაწერთ, რატომ გააწყვეტეთ ვიზიტი მხოლოდ ახლა. ბოლოს დაწერთ, რომ ძალიან გაგიუარესდა ჩივილები, ღამე გაღვიძებ, სხვა ჩივილები დაერთე. რა ვიცი, რატო მიზეზს ხომ უნდა ვიცოდე, ეხლა რატომ მოხვედით, მაინც ხო თუ 10 წელია გაწუხებთ, საინტერესო. ამ არ პუნქტს აუცილებლად დავსვებთ, თორე ისე ვერც გამოვაგზავნეთ რა ფაილს. ანუ ესენი უნდა შეავსოთ. ამის მერე იწყება ჩივილების სია. გასტროენტეროლოგია ასეთ სფეროა, რომ ძალიან ჩახლართულია ასე რომ დავჯდეთ და ეხლა გამოგვითხოვთ ყველა ადამიანს, სხვა შორის ერთ-ერთი мотиваცია რატომაც შევცვალე ეს კითხვარი ეს იყო, რომ ჩივილების ჩამონათვალი თვითონ ძალიან დამაბნეველიც იყო პაციენტისთვის. პაციენტმა ხო არის ის პრიორიტეტიზაცია თავის ჯანმრთელობის პრობლემების, ხო? მისთვის ყველა პრობლემა შეიძლება ერთადაც გამოიყურებოდეს. ძალიან უჭირს, იმიტომ რომ სუბიექტური განსჯის საგანია და ხშირად იმდენად შეიძლება ასე ყველა ჩივილი იყოს რა მონიშნული და ვერაფერი ვერ გაიგოს ვერც პაციენტმა, ვერც ექიმმა და პირიქით უფრო დაითვალოს. ამიტომ უყურეთ რა ფილტრი დავაყენე. მონიშნეთ აქ რაღაც რეებიც გაწუხებთ ყველა და მერე კარგად დაფიქრდით. აი ეს თქვენგან მონიშნული ჩივილები აგერ არის ჩამოწვრილი. აქედან ეხლა არჩიეთ ორი ყველაზე მთავარი რა. ანუ 20 ჩივილი ერთნაირად ადამიანს ვერ აწუხებს გამორჩხული. არის რაღაცა საბაზისო ორი ჩივილი, რომელსაც სანახლავს ეხლა რაღაცა ფაღარათი მაქვს, ან რაღაცა შეკრულობა მაქვს, მაგრამ ამას თანახლავს ის მუცლის შეფერილობა და სხვა ჩივილებიც. ანუ ძირითადი არის ორი და რაღაცა ერთი შეიძლება, ხო? ეხლა ასე ყველა ჩივილი ერთად პრიორიტეტი ვერ იქნება. თქვენით დააპრიორიტეტებთ რა, მონიშნოთ რაღაცა რომელიმე ორ თავარ პრობლემას რა. და მერე ამ ორ პრობლემას ავგაწერინებთ დეტალურად.
აქ რაც მონიშნეთ პრიორიტეტი პრობლემები, მათზე ჩამოიშლება შესაბამისი კითხვები, სხვა პარამეტრები. რაღაცა, ეს რა არის მონიშნული. ზედა ნაწილში ტკივილი წვან დისკომფორტი. როგორი არის, როდის დაიწყო, როგორ იცვლება, რამდენად ხშირად ვლინდება, რასთან აკავშირებთ, რამდენად ძლიერი არის, რამდენად გიშლით ხელს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა უარესებს და რა აუმჯობესებს. მეორე ჩივილზეც დეტალურად სისხლიანი რა არის, შავი განავალი აქვს მონიშნული, ხო? რა ნახეთ, როგორი განავალი იყოს, წითელი სისხლი, რაღაცა, ზოლები, კოლტება, რა ვიცი, მონიშნავს რამდენიმეს. როდის ნახა, როგორ იცვლება, სიხშირე რამდენია. ყველაზე ხშირად ახლა რამდენად გაცხობს, ყველაზე ეს შავ განავალზე ექჩივილი გაქრება ეს არ მონიშნავს არაფერს. რამდენად გიშლით ეს ხელს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, შავ განავალი ახლა ისეთ აქ ბევრი შესავსები არ გექნებათ, ახლა შავ განავალზე შესავსები მან ბევრი აფერი არ იქნება რა. თუ გაქვთ ხა, ცუდი მაგალითი ავარჩიე ხა იქ საჩვენებლად რა. და ბოლოს როდის ნახეთ განავალი. მაგალითად, მაქსიმალურად დეტალურად აღვიწერთ რა. მაქსიმალურად. რაც პრობლემას რის გამოც მოდიხართ. რაღაცებს გამოტოვებთ რა, ხა ამ შავ განავალზე ხა შკალით შეაფასეთ, რაღაცები არ ჭირდებათ, ახლა და გამოტოვებთ ამას და მაგას კიდევ ხა შემდეგ დახვეწებში, შემდეგ ვერსიებს რო გამოუშვებ, ამას ხო ხვდებით, რომ ახლა მე მოვიფიქრე ეს რა, ანუ ეს ასე არ არსებობდა რა, ანუ მოვიფიქრე და ახლა ვცვლი რაღაცებს რა, ისე როგორც პაციენტებს რო ვაკვირდები, რას ავსებენ, რას არა, როგორი აუთქო, მიზანი არის ერთი, რომ ისტორიაზე ვიცოდე მეტი დეტალი და ისე რომ არაფერი არ გაგვეპაროს და ისე რომ თან პაციენტმა ახლა ამაზე ის დიდად პირიქით პაციენტს ესიამოვნოს და ჯერჯერობით ამას უყურებ, რომ პაციენტი ძალიან ენთუზიაზმით ერთვება, რომ აი მართლა სათქმელი რო არჩევ, აი ეს ბევრ პაციენტს უკვე შვებას ხრის რა. ანუ რაღაცებს დავხოცავთ კიდევ რა, ელემენტარულ დეტალებს. ყველაფრის მონიშნა აუცილებელი არ არის, თუ რამეს ხედავთ, რომ რაღაცა საერთოდ არ გაინტერესებთ, თან აუცილებელი არ არის, რაღაც მანდატორული, რომ რაღაცა აუცილებლად შეაფასოთ რა, შეიძლება თუ გამოტოვოთ ველი და ეგ არის რა. მერე კვლევები და მკურნალობა. რა წამლები მიგიღიათ ამ პრობლემის გამო? რა მკურნალობები ჩაგიტარებიათ, რომელ წლებში? რა შედეგი ქონია თქვენი შეფასებით? საავადმყოფოში თუ მოხვედრილ ხართ ამის გამო? დიაგნოზი რა დაუსვიათ? როდის მოხვედრილ ხართ? თუ რაიმე მონაცემები გაქვთ? რისი ატვირთვა შეგიძლიათ? ფაილის ბოლოში დახვდებათ კვლევების ასატვირთი წერტილი, რომელსაც დაკლიკავთ და ამოვარდება ეს, რა ქვია, სხვადასხვა გრაფები, რომელსაც თქვენ ფაილებს მიაბამთ, PDF-ი იქნება, თუ ფოტო იქნება, თუ Word-ის ფაილი, თუ რაც იქნება რა. კვლევები 30 კვლევამდე შეგიძლიათ ამოტვირთოთ, ანუ ძალიან დიდი რაოდენობის კვლევები წინასწარ მოგვაწოდოთ რა. მერე ამის მერე გადავიდეთ უკვე სამედიცინო ისტორიაში. წარსულში თუ ქონიათ გასტროენტეროლოგიური დიაგნოზი, თუ კი რომელ წელს რა დიაგნოზი დაგისვათ, როგორც გახსოვთ ისე რა. არა, სიზუსტე თქვენ არ მოგეთხოვებათ. სიზუსტე მოგეთხოვებათ ჩივილის აღწერისას, თორე რაც დაგისვათ, ხა ის სწორად გახსოვთ თუ არა, ეგ მაგაზე არ ფიქრობთ და იმას რა ქვია ხა. ნაღლისძვრის ანთება ქონდათ, მართლა თუ ნაღლისძვრის ანთებას რაღაცა ქოლეცისტიტი ქვია თუ რა ქვია, ამ ზედმეტი მოკლედ არ იწვალოთ რა. თქვენი სიტყვებით გლეხურად თუ რამეა, ჩაწერეთ რა. სისხლის გადასხმა თუ დაგჭირვებიათ. ოპერაცია რაიმე თუ დაგჭირვებიათ. საჭმლის მონიტორინგის სისტემის გარდა რაიმე სხვა პრობლემა ხო არა გაქვთ? თუ გაქვთ, რომელი პრობლემა გაქვთ? კიდევ არ მოგეთხოვებთ თქვენ ICD კოდი ჩაწეროთ რა ზუსტად. უბრალოდ მიაწერეთ რომელი პრობლემა გაქვთ რა თუ გაქვთ. აქ პრობლემის გამო კონტროლზე თუ იმყოფებით. რაიმე წამლებს თუ ღებულობთ. აქაც აი რაღაცა თქვენი კარდიომაგნიტ სვამ რაღაცა 75 მილიგრამ დღეში რაღაცა ერთხელ. ბოლო 2 წელია, რა ვიცი, მიაწერთ რა რამეს რა თქვენი ენით. და აქ ბოლოში მიაწერთ ზოგადად მედიკამენტებს ჩამოთვლით. რასაც ღებულობთ. დანამატებსაც, ჰომეოპათიასაც, რა ვიცი, ყველაფერს მიაწერთ რა. მერე გადავიდეთ ოჯახურ ისტორიაზე. რაც შეიძლება კლინიკაში, რა ვიცი, შეიძლება დრო ყურადღება არ ექცეოდეს, არა და ყურადღება მისაქცევია. მშობლები, ძმები, დები, შვილები, რომელიმე საკმაოდ საყურადღებო დაავადებები, ან არც ისე საშიში, მაგრამ დაავადებები ქონიათ თუ არა. რა ვიცი, რომელიმე ქონიათ, აგერ მონიშნავთ ხელით. მერე ცხოვრების წესი თქვენი აუცილებლად მიაწერთ, დღეში რამდენჯერ ჭამთ, დღის რა მონაკვეთებში. თუ არ უნდა გაქვთ, ეგეც ანუ ეს ხო არის თქვენს განსასჯელად და კარგი ადამიანი ხართ თუ ცუდი ამისი, არა, მაგ შესაძლებელად ეს არ არის. ეს არის სამედიცინო ინფორმაციის მოსაპოვებლად რა. ჩათვალეთ, რომ ერთად ვიძიებთ, გამოძიებელი ხართ თქვენც და მეც და რაღაცის მიზეზებს უნდა მივაგნოთ რა. ამაში თუ არ ვითანამშრომლებთ, ისე გამორიცხულია, ვერ მივაგნებთ და ვერ იქნება ჩვენი ინტერვენცია ეფექტური. სულსნაობ თუ არა ხშირად,
ხშირად გიწევთ თუ არა გვიანკვება. რაიმე დიეტებს ხო არ იცავთ, გასტრო პაციენტები ხშირად იცავენ ან თვითონ ან დანიშნულ რაიმე დიეტებს. ამდენად ხშირად მიირთმევთ სხვა სტრაფიკობის ობიექტებს და პროცესირებულ ხორცპროდუქტებს. ამდენად ხშირად სვამთ მაგალითად ტკბილს, წვენებს და სასმელებს. წონის დინამიკა როგორია ბოლო 6 თვეში. თუ მოიმატეთ, რამდენი მოიმატეთ დაწერეთ. თუ დაიკელით, რამდენი დაიკელით და რატო დაიკელით, თავარი. უნებლიეთ ასე არაფერი არ გაკეთებიათ და ისე კარგავთ წონას, თუ გინდოდათ კლება და რაღაც დიეტაზე შეცვალეთ და კვება შეცვალეთ და მაგის გამო დაიკელით. ფიზიკური აქტივობა როგორი გაქვთ? თუ ფიზიკურად აქტიურად ვთვლით, თავს დაგვიწერეთ, ვარჯიშობთ, დადიხართ, ძუნძულებთ, ზურავთ, თუ რას აკეთებთ. ცილის ხარისხი როგორი გაქვთ? როგორი გაქვთ, ასევე რამდენიმე შეგიძლიათ მოხალხოთ. სტრესის ტიპი როგორი არის? როგორი არის სტრესის ხარისხი? ალკოჰოლთან და ნივთიერებებთან რა დამოკიდებულება გაქვთ? ალკოჰოლს უსვამთ, რამდენ სვამთ და რა ინტენსივობით? თქვენი სიტყვებით. კიდევ ერთხელ ამას არ დამზარდები ამის გამეორებას, რომ თქვენი არაფერზე არ იძაბებით, არ ითვლით, ანუ ზედმეტ ძალისხმევა არ მოგეთხოვებათ, მომეთხოვოთ ყურადღება და გულწრფელობა, მოსჭა მეტი აფერი. თამბაქოს თუ მოიხმართ, მარიხუანას თუ მინდათ, საერთოდ არ გაცეთ ამას პასუხი. არ არის პრობლემა. ან ნემსის ნარკოტიკებთან თუ გქონიათ შეხება. რაღაც თუ მინდათ, საერთოდ არ გაცეთ, არ არის პრობლემა. სავალდებულო აფერი არ არის. მერე თქვენი განცდები ხა შეიძლება ჩივილები დიდად არ გაწუხებდეს, მაგრამ გავიგე რომ რაღაცა მეზობელი გარდაიცვალა რაღაცა გასტროენტეროლოგიური სიმსივნით და ძალიან შემეშინდა და მოვდივარ ამისთვის. რაღაცა მეზობელმა მითხრა რომ შეფერილობა იწვევს რაღაცა ნაწლავის გიბოს და მაინტერესებს ეს საკითხი და ამავდროულად ჩაწერთ აქ რაც გინდათ, როგორც გინდათ. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი სახე რა მარტივად რო ვთქვა, ასე რომ თქვენი შიშები და თქვენი მომართვის мотиваცია ჩემს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მაგაზე აუცილებლად გავაკეთებ მე კომენტარს და აუცილებლად გაქცევთ პასუხს. ვეცდები რომ ხო რა იმას ვქნა რა მაგას დავარე ამაზე გითხრათ მე რაღაცეები რა როცა შევხვდებით. მერე გაქვთ თუ არა შიში, რომელიც სხვა შიშები რა, საკვების მიღების შიში, გულისრევის, გასტროენტეროლოგიური ჩივილების, არის ასეთ შიშები, ვისაც გქონია, გამიგებს რაც ვსაუბრობ. ბოლო ორ კვირაში რაღაცა შფოთვა, ნერვიულობა, დაძაბულობა თუ გქონიათ, ან პირიქით დაქვეითებული განწყობა თუ გქონიათ. რამე სათქმელი თუ დავშათ ხა უყურეთ, ამდენი რამე ხო შევავსეთ. და დაუშვათ აი კიდევ გული გეთანა, აი მაგალითად ორი ჩივილი გამოდი, მაგრამ მესამე დარჩა რაღაცა და მაგაში აღწერას გინდათ და საშუალება არ მოგცეთ ამ კითხვანა, ხო? გრძნობ თუ არა რომ ყველაფერი მნიშვნელობა გაგვიზიარეთ? არას მონიშნავ და არა ბატონო. ხელით მიაწერს კიდევ რომ აი მე კიდევ მაწუხებს ერთი ეს ჩივილი, რომელიც დაიწყო ასე ძალიან უცნაური აღსაწერია და ამას ასე მიყვებით. ეს იყო პირველი გრაფა. როცა პრობლემა მაქვს ის გამო მოდიხართ. თუ გადმოგამისამართეს, აქ წერთ მაშინ ექიმის ვინაობა სახელი და გვარი ხდიდად მნიშვნელოვანი მართლა რა თუ იცით რატომაც არ ჩაწერთ, მაგრამ მაინც ხომ მეუბნებით ექიმის სახელი და გვარს ვინც გადმოგამისამართათ, მაგრამ ეგ არა მთავარი. მთავარი სპეციალობა რა, ოჯახის ექიმმა, ენდოკრინოლოგმა, კარდიოლოგმა, ვინ გამოგიშვათ რა, რომ ვიცოდე. რა მიზეზით გამოგიშვას? B12-ის კვლევისთვის, ანემიის კვლევისთვის, რაღაცა ხელის ტკივილის გასტროენტეროლოგიურ მიზეზების ანახავად. მიზეზი თუ არ იცით და ისე გითხრეს ექიმებმა, რომ გასტროენტეროლოგთან წადითო, ეს არ ვარგა, აქვე გაფრთხილეთ, რომ დააზუსტებინეთ იმ ექიმს, რომ დროს კარგავთ, ხო? დროს კარგავთ, ფულს კარგავთ, სხვა ექიმთან უნდა მიხვიდეთ, კვლევები უნდა იტაროთ და წესიერად თუ არ ვიცით, რომ არც თქვენ არ ჭირდებათ ეს ექიმი და არც ის არ ვიცით, სხვა ექიმს რაში დაჭირდა, ასე არ გამოვა. ამიტომ კარგად დააზუსტებინეთ მიზეზი. მე როცა უშვებ ხოლმე სხვა ექიმთან, მიზეზს ვუწერ ხოლმე აბსოლუტურ ხშირ შემთხვევებში, რომ მიზეზი გადმომისამართების ეს რაღაცა რადიოლოგიური ცვლილებები, რა ვიცი, რაღაცა CBT თერაპია, თუ რა ვიცი, რაც იქნება რა. რა ცვლილებები გამოვიდა კვლევებში, რაღაც კვლევის გამო თუ გამოგიშვეს, ახლა მონიშნავთ, მაგრამ იმ კვლევებს გამოგიგზავნით აუცილებლად და მე იქნება ისტორია. ეხლა ეს იქით გვერდზე რო შევავსე, ხა მაგიდან გადმოვიდა ეს ისტორია, თორე ისენა თქვენი შესავსები რა. თუ არაფერი ჩივილები არ გაქვთ, არაფერი არ გაქვთ, აფერი რა ხელი დაწერთ რა, არაფერი არ მაწუხებთ და უბრალოდ გამომიშვეს და მოხდა მეტი არც არაფერი რა. B12 და აღწერთ იმ თქვენ ძირითად პრობლემას, რა სასწრების ტკივილი დამეწყო რაღაცა 5 წლის წინ მივედი რევმატოლოგთან, რევმატოლოგმა მითხრა, რომ მოდი გამოვგულოთ ნაწლავები და რაღაცა და ასე მოყვა რაღაცა ისტორიას. ჩივილების სიაში თუ არა გაქვთ გასტროჩივილები, არ შეავსებთ არაფერს, შესაბამისად არც აღწერთ არაფერს. დანარჩენი იგივე იქნება რა. ეს თქვენი შესაძლებელი იქნება ჩაულებელად. ეს უბრალოდ შევსებული ახლა გადმოსულია წინა იმიდან. და ნამყოფი ვარ ადრე. ნამყოფი ვარ ადრე, წელს ხანერად გამოიყურება, ეს გამოგიგზავნებათ ისეთ პაციენტებს, ვინც ხართ უკვე ჩემთან ნამყოფი და
და ვინცხათ აგერ უკვე იქნება წინა ვიზიტის შემდგომ. გაჩნდა თუ არა ჩივილები, შეიცვალა თუ არა რაიმე თქვენი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობაში წინა ვიზიტის შემდგომ, ამ ოპერაცია ჩაგიტაროთ, ან რამე დიაგნოზი დაგესვათ, ან რამე სერიოზული მკურნალობა დაგინიშნეს და მედიკამენტები ჩამოთვალეთ, რომლებსაც გებულობთ და კვლევები რა. ახლა თუ გეგმიურ ვიზიტზე მოდიხართ, მით უმეტეს კვლევები და იქ კლინიკაში უფრო მეტი დროის გატარება ჯობია, რომ ეს კვლევები გამოგვიგზავნოთ და უკვე ისტორიაში შეტანილი დახვდება და კიდევ უფრო დაჩქარდება ჩვენი ვიზიტის ისეთი ნაწილები, რომელიც ახლა იქ ჯდომა და ლოდინი იქ ამ კვლევებში ხო მაინც გადავხედავთ, მაგრამ ისტორიაში იქნება შეტანილი უკვე და ფორმა ასიც მალე დაიწერება რა, ასე რომ ამას თუ წინასწარ მოგვაწვდით, ძალიან წავაქეზებდი ამ ამბავს რა. ეგ არის და ეგ. კარგად გაიაზრეთ, მოკლედ, კითხვარი აუცილებლად შეავსეთ. თუ ყავთ ეს მობილური დანაცივსება, დესკტოპი დანაცივსება, უმარტივეს შესავსები აქვს, ჭირდებათ ინტერნეტი და არაფერი, რამეთი რა, რამე დივაისი, რაღაცა ამას გახსნით. თუ ასაკოვანი მშობლები ყავთ, რომლებიც ან ბებია, ბაბუები, რომლებიც უნდა მოიყვანოთ ვიზიტზე, თქვენით შეუცეთ ახალგაზრდებმა. თუ თქვენით შეგიძლიათ ამის შევსება შეუულებრივად უმარტივესია, ყველანაირი 70 წლის ადამიანმა შემივსო ყველაზე უფროსმა, უკვე შემიძლია იგითხრათ. ანუ უმცროსი რა, 18 წლის ადამიანმა, თუ ახლა უმცროსი აღარ წამეთვლია, ხო უმცროსები ავსებენ, პრობლემა არ არის, მაგრამ უფროსის ასაკი მახსოვს, 70 წლის ადამიანმა ძალიან კორექტულად და ზუსტად შემივსო ეს კითხვარი რა. თავისი ოჯახის წევრების დახმარებით, რა თქმა უნდა, მაგრამ რა მნიშვნელობა დახმარებით, ახლა უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს რა. ეგ არის და ეგ რა. ამას შეავსებთ, ამას ნიშნავთ. აქ თუ რამე ჩაწერილი არ არის, ისე არის ზამთრა, მთავარი პუნქტი რა. როცა შეავსებთ, აწერთ გაგზავნას. და არავითარ შემთხვევაში ამას არ რთავთ, სანამ არ გეწერებათ მონაცემები გაგზავნილი ამ ექიმთან, თქვენს ექიმთან. ეს როცა ეწერება, უკვე მონაცემები ესე იგი მე მაქვს და შეგიძლიათ ეს ლინკი დახუროთ და დაივიწყოთ. კარგად ვზანდებოდეთ, შევხვდებით ვიზიტზე.